თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოთხრობის იავნანამ რაქვნას მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა მაყურებელმა. პატარა და დიდი მსახიობების ერთობლივი თამაშის სცენაზე საკმაოდ კარგ ეფექტს ქმნიდა. სპექტაკლის საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინა რეჟისორმა ვატო ჯუღელმა. მოქმედება საგაკვეთილო პროცესის ფონზე მიმდინარეობს. მთხრობელი სკოლის მასწავლებელია, რომელიც თავის მოსწავლეებს საინტერესო ამბავს პატარა ქეთოს შესახებ უყვება. მასწავლებელი ურთიერთობას ამყარებს დარბაზში მყოფ აუდიტორიასთან, ბავშვებთან, რის გამოც სპექტაკლი სახალისოა, თუმცა ინარჩუნებს თავის სახეს, არის მეტად ემოციური და ბედნიერი დასასრულით. სპექტაკლის შემდეგ ზესტაფონის თეატრს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისგან დიპლომი, ფესტივალის სპეციალური სიმბოლო და სასაჩუქრე ხურჯინი გადაეცა. ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი, რომელიც იმართება ოზურგეთის თეატრში, ეს მე მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ქართული თეატრისთვის და ქართული თეატრის და განსაკუთრებით რეგიონის თეატრების განვითარებისთვის. და ჩვენ ეს არ არის პირველი ჩვენი ვიზიტი ოზურგეთში. ჩვენ ხშირად და აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას და დღესაც წარმოადგენთ უკვდავი იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები დედაენა. და ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი დღევანდელი სპექტაკლის ის იყო მაყურებელთან, რომ დღესდღეობით რაღაც ქართულ სიტყვას, ქართულ ანბანს ცოტა რაღაც მოდიფიცირებას განიცდის და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამ ხრივ მიმზიდველი გავხადოთ მაყურებელი. ეს რამდენად გამოვიდა, ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩვენი ჩანაფიქრია ეს იყო მთელი შემოქმედებითი ჯგუფის. უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ ვასო ჩიგოგიძეს იმისთვის, რომ აი ამ ხელა მნიშვნელობის საქმეს ორგანიზატორებს თავის გუნდთან ერთად და მინდა რომ წარმატება უსურვო თვითონ მას და ფესტივალს და თეატრს და ყველა იმ გუნდის წევრს, ვინც ჩართულია ამ საქმეში. ჩემთვის ეს იყო პირველი სპექტაკლი, მე ძალიან მომეწონა და ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ასეთ ფესტივალში რომ მოხდით ძალიან მიხარია და ძალიან ვიშრომეთ ბევრი ყველამ და მივახცეთ წარმატებებსაც. უკვე მეორედ ვარ ამ ფესტივალზე და ყოველთვის ძალიან მიხარია აქ ჩამოსვლა. ძალიან საოცარი თეატრი გაქვთ ოზურგეთს და დღეს ვაჩვენეთ იავნანამ რაქვნა. ეს სპექტაკლი იმიტომ იყო უფრო შთამბეჭდავი, რომ ჩემს მეგობართან ერთად, პატარა მეგობართან ერთად ვითამაშე და ძალიან კარგი პარტნიორია სცენა. ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი, რადგან მე მაქვს წანაკითხი იავნანამ რაქვნა, მაგრამ ახლა უფრო დიდი შთამბეჭდილება მივიღე თუ რა მოხდა ამ სპექტაკლში და უფრო გავიაზრე, რადგან რეალურად როცა წარმოისახებს რაღაცას უფრო კაია. ეს სპექტაკლი იყო ძალიან ლამაზი, საინტერესო და ზუსტად ნაწარმოების მიხედვით იყო. მე ეს წაკითხული მაქვს და ისე ნაყურებით. და ძალიან კარგი იყო. ეს ნაწარმოები მაქვს წაკითხული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო, მხიარული და რაც მთავარია, ძალიან ლამაზი იყო. რადგან დედა როდესაც გიმღერის, დედიკო სიმღერა სულ გულში გაქვს. მინდა ამ სპექტაკლთან შედარებით თქვა, რომ ძალიან ლამაზი იყო ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო, ძალიან მომეწონა, მინდა გითხრათ და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რომ ასეთი ძალიან ლამაზი სპექტაკლი შექმნა. მე ეს ნაწარმოები სკოლაში ვისწავლე და დამაინტერესა და როცა თეატრში ვნახე, კიდე უფრო დამაინტერესა და განსაკუთრებით მომეწონა, რომ დედის იავნანა გაახსენდა.